ვარ ბერლინში, ღირსდიზაინში, საზღვარზე ღირსდიზაინსა და იქით ალტ კრიპტოუს შორის, რომელიც იყო აღმოსავლეთ ბერლინის ნაწილი. ერთი აღსანიშნავი ფაქტი აქაურ ლოკაციაზე არის, რომ ბევრი კლუბი კიდევ აგრძელებს მაინც არსებობას, დაუშვათ აქ არის ღენათ კლუბ Ost, იქეთ გვაქვს Els, ძალიან ახლოსში გვაქვს About Blank, რომელიც ესეთი საკულტო კლუბები არის. და ყველას რაც გვაერთიანებს ამ შემთხვევაში არის რომ ყველანი რაღაცნაირად ვიმყოფებით ამ ახალი ავტობანის აშენების არეალში და რაღაც საფრთხის ქვეშ რომ შეიძლება მალე აყრა მოგვიწიოს ასე ვთქვათ რა. ვერ დავარქვევდი რომ ეს არის გინდა თუ არა მარტო ან კლუბი, ან ბარი, ან venue, ან კინო, რაც ყველაფერი ერთად არის, კულტურული სივრცე არის რეალურად, რომელიც რაღაც პროფიტზე ორიენტირებული არ არის და თვითგამვითარებაზე არის ორიენტირებული. You can consider history of the whole cultural site Zukunft and the cinema as part of the latest history of the city itself, because we had a site not far from here, maybe 300-400 meters. We were running this site as a cultural site with cinema and theater, also open air cinema, our own small brewery and other things, little art gallery and so on, all built by ourselves for over a decade. And then we had to leave this site because the owner told us to go. But luckily we found this site then after 2 years of searching, looking, negotiating again. And we were rebuilding the space all over again. It's a story about building something from nothing with our own financial and personal powers. And then seeing it destroyed and rebuilding it again. So it's a story of life and death. ანუ აქედან ბიაგათენის უკან რეალურად იწყება უფრო ეს რაღაც მუსიკალური ტერიტორია. ამ შენობას ვეძახით მეორე ბარაკას, თუ ბარაკს, როგორც ქვია. და ორი სცენა გვაქვს. დღეს ტარდება კაც მეტალ ფესტივალი, პარალელურად დავიწყეთ უკვე განთიადის კინოს პროგრამა და ვორქშოპები და ასე შემდეგ რაღაცები, სადაც მაგასაც ვნახავთ. და კიდე უკან არის მომცრო დარბაზი, სადაც მომცრო ბენდები უკრავენ ხოლმე უფრო და როგორც წესი უფრო underground მუსიკაა ხოლმე რა. და ეს არის კონცეპტი, რაც რეალურად გადმოვიტანეთ ძველი ლოკაციიდან და უფრო ვცდილობთ რომ გავავითაროთ. ხო, აი ძველი ლოკაციიდან შედარებით ეს ძალიან რაღაც დიდი არის და მასშტაბურიც არის რა. ეხა აქ ემატება მეორე კინოთეატრი, მაგალითად, რომლის შესასვლელი იქ იქნება. ან ზოგადად აი აქ არაფერი არ იყო რა, ეს იყო ან Deutsche Bahn-ის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი რაღაცა მუშებისთვის უფრო სწორად განკუთვნილი სივრცე რა. და ანუ როგორც გითხარი, ამორტიზებული იყო მთლიანად, აქ რაღაცა ანუ აი უზარმაზარი რაღაც ნაგვის თუ რაღაც ასფალტის ნარჩენების ის იყო. და ანუ რეალურად თანამშრომლება აქ ვინც მუშაობენ ადამიანები რაღაცა ჩვენი ხელით გავაკეთეთ რაღაცა აეწყო ეს ყველაფერი რა და რაღაცა ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ რაღაცნაირად შრომასდებ იმაში რაც მე ნელ-ნელა რაღაცა იზრდება და რაღაც ახალსაც იცვლის რა სულ კაი გავიდეთ მე მგონი ხა ნელ-ნელა იქ ჩაგულია რვაზეა ჩვენება რა და წარდგენა უნდა გავაკეთოთ ცოტა ხნით ადრე და ამიტომ ძალიან დიდი დროს არ გვაქვს კინოს შევიხედოთ თუ გინდა და მე დავამთავროთ არაინფონდარჩი ამის გაკვრა მინდა აქ რო გამოვდგა ოკეი
წინა ლოკაციაზეც ქონდა რა, ეს ღია კინო, უბრალოდ ბევრად პატარა იყო. და იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ეს სივრცე აქ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაც უფრო გავფართოვდეთ. რავი, საკმაოდ მოზრდილი კინო მოვცხეთ აქ და ნუ ბევრად მეტი დასაჯდომიც არის რა. ხო, ერთ-ერთი რა საკმაოდ დიდი კინოთეატრი გამოვიდა, ანუ გარე კინოთეატრი გამოვიდა ბერლინში რა. ძალიან დიდი კედელი არის და გრაფიტიც საინტერესო არის, ზუსტად მაგაში ვერ ყვევი რა რაღაც არის, მაგრამ რაღაცები ძალიან საკმაოდ ისტორიული, რაღაცა ძველი ის არის, ხო? 90-იანი. ხო, აქ გვაქვს რაღაც ძველები, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ძალიან მაგარი გრაფიტიები და ძალიან ისტორიული გრაფიტიები უკვე აღარ არის, ანუ თუნდაც უკვე ჩვენთან ამ სივრცეში, იმიტომ რომ რაღაცების გადაღება даже მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვინდოდა და ანუ აი უბრალოდ აი რო უყურებ, რომ ნუ რეალურად ბენქსი არა, მაგრამ ნუ რაღაცებს რო ვიძულებული ხარ, რომ უბრალოდ წაშალო რა და ამოშალო ისტორიიდან რა. მაგრამ მეორე მხრივ ხო, ანუ ახლა აქ ძველიც ხდება, რაღაც ძალიან საკაიფო გრაფიტები და ნუ ახლებიც ბევრი არის, იმიტომ რომ ეს ხარაჩოები როცა არის ხოლმე, რაღაცას რო ამატებენ, შენობებს ხო, რავი, გრაფიტისტებიც მოდიან და ხატავენ. როზი ხარ და უყურებ კინოს, სულ რაღაცა გესმის ეს ბანი როგორ ჩაივლის რა. The S-Bahn is part of the soundscape here. That's part of the sound of the movie. You either like it or you don't. Some მესამე იყო და აი რაღაცა ლევის იდეა იყო სახელიც ლევის მოფიქრებული არის და ხო რავი როგორ მოგივიდა იდეა. როგორ მომივიდა არ ვიცი, მაგრამ ნუ რაღაცა რო იყო გასაკეთებელი ეგვიცოდი და ნუ მოკლედ რო ვთქვათ, მე დათისაც გაუზიარენ, რაღაც ეს ჩემი ფიქრები და ნუ კითხე რომ დაინტერესებული ვიქნებოდა კინოს მხარე რო გადაებარებინა, იმიტომ რომ მარტო მუსიკალური ფესტივალის გაკეთება არ მქონდა რაღაც ესე განზრახვად რა. და ნუ მაკედან გამომდინარე მე კიდე რაღაც სხვა რაღაცებიც დავამატეთ რა და იქედან გამომდინარე კიდე რაც წეღან თქვით რომ ანუ ამ ეკლექტურობის საშუალებას რაც იძლევა ეს სივრცე, ნუ მაქსიმალურად ჩავაჭირეთ. ხო, თან 2024 წელი იყო ეს ანუ საქართველოში არჩევნების წინა პერიოდი რა და რაღაცა იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსაზღვრელი იყო ჩვენთვისაც, როგორც თქვა ემიგრანტები საქართველოსდან, რაღაცა გვინდოდა რომ რაღაც აუცილებლობა ვიგზენით და სურვილი რომ რაღაცნაირად ჩართულიყავით იმ პროცესებში რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ხდებოდა და რაღაცა ეს წინა აჟიოტაჟიც იყო შექმნილი ამ არჩევნებზე და ასე შემდეგ და ჩვენ რაღაცა თითქოს მოწყვეტილი ხარ რა, აქ რო ცხოვრობ, ამას აი ბოლომდე ვერ იმაშები და რაღაცა ეს ანუ აი აუცილებლობა თუ რაღაცა ის სურვილი ძალიან ისეთი იყო რომ აი ჩვენც გვინდა რომ რაღაც გავაკეთოთ და რაღაცნაირად ამ პროცესის ნაწილი გავხდეთ და აქაც მაგალითად ან ბევრმა არ იცოდა რა გვეკითხებოდნენ სულ აი რა ხდება მაგალითად იქ თქვა საქართველოში რაღაცა ისა და ანუ აი ცალკე რო არ გველაპარაკა ანუ გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ეგეთი რამე შეგვექმნა რაზეც შეგვეძლებოდა ამ თემებზე გველაპარაკა და არა მხოლოდ საქართველოზე რა ესეც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის რომ რაღაცნაირად ან ცოტა რეგიონალური ნიშნულობა მივცეთ ამას და კონტექსტი მივცეთ და არ ვიყოთ მხოლოდ რაღაცა ჩვენი ანუ ქართული რეალობით შემოსაზღვრული და ანუ განთიადის პროგრამაშიც სულ რაღაცა სხვადასხვა თემები არის ხოლმე ანუ რეგიონიდან, ეს რეგიონი არ არის მთლად განსაზღვრული, მაგრამ ნუ აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია, თურქეთი ხანდახან, ანუ აი ნებისმიერ რაღაცა პოლიტიკური და სოციალური თემები, ასევე კულტურული თემები. ხო, აი წეღან ვლაპარაკობდით რა, რომ აი რაღაც ფორმებზე და ვაფშე რას ვაკეთებ და რაღაცნაირად ან ძალიან ბევრ სხვადასხვა იმას აქტივობას მოიცავს განთიადი და ფორმაში არ ვარ შეზღუდულები რა. პირიქით რაღაცა გვაინტერესებს, აი თეატრიც გვაინტერესებს, რაღაცა ანუ აი
თვითონ ეს ადგილი, რაც უქუნთის ადგილი იმდენად მრავალფუნქციური არის, რომ ჩვენც გვაქვს საშუალება, რომ მაგალითად მომავალში რაღაცა ახალი ფორმებისთვის მოკლედ ვიყოთ გახსნილები რა. ხო და აქეთ არის მოკლედ Ring Theater, რომელიც თეატრალური კოლექტივი არის. და ეს რაღაც პატარა თეატრი არის და იქით არის საგამოფენო, ასევე რაღაცა საგამოფენო სივრცე არის, ხო? This is my photo project, Melancholy of Freedom, where I work together with Hungarians who moved to Berlin, like also in the last few years due to the political situation in Hungary, but also before the regime change. And this project reflects on this immigration process between Eastern Europe and Western Europe, and how immigration shaping the identities of the participants of my project. It also includes photos and also include quotes from interview parts with the participants, also landscapes from Berlin. And Berlin in this project appears as a symbolic scene, like some kind of border from East and West. The title of this exhibition reflects on this ambivalent feeling of immigration, that you live from a country where in a lot of ways you want to escape from the political situation, which fortunately changed in last April in the elections. But at the same time, also the melancholy that you have to restart your life in a new country, and then being lost and being a stranger in a new country. ფესტივალზე არის რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება, ანუ აქამდე გვაქვს როგორც წესი კინო, მუსიკალური მიმართულება, გამოფენები, ვორქშოპები და ასევე რაღაც პანელური დისკუსიები ან თოქები. Basically, I'm interested in like using secondhand and waste fabrics to create yarn with, like yarn balls that look like this, and mostly we're using t-shirts because it's easier and stretchier to work with, but it's a nice way for people to start to learn how to knit. And the aim is that everybody is going to create a bag that looks like this. That one was made out of denim jeans, and that one was like a sports bra and some old t-shirt, but basically it's like it looks complicated, but it means that people can, I don't know, it's like a nice easy entry point into learning how to knit because it's just a series of squares and rectangles. But yeah, it means that everybody can use secondhand fabrics and showing people that they can use anything, any type of waste, and you don't have to have like materials, like nice new materials to be able to create something. And then it saves it, and everyone gets to have a little bag, but it takes like maybe about 4 hours to make them if you're new. What colour t-shirt would you like? I think this one. I'll cut you some yarn. It's like some weird podcast. Look. And I checked, I was like, is this anything weird? But like 35 of them got dropped off at my house, just like dumped out the front, and I was like, oh my god, these are perfect for the workshops. წლევანდელი პროგრამა ქართული ფილმებით არის შედგენილი და თავი თემა არის თამაში. წელს რაღაცა ამ თემამ დამაინტერესა რა. და დამაინტერესა რაღაცა ბაი სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედვა თამაშისთვის, როგორც კულტურის და სოციუმის რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი. მაინტერესებს ისე დავინახოთ თამაში არ მხოლოდ როგორც თქვა გასართობი აქტივობა, არამედ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული ადამიანური ბუნებისთვის. ჩემშიც გაჩნდა რა ეგ თქვა, რომ ანუ ეს არის მხოლოდ რაღაცა გაქცევის საშუალება, თუ არის რაღაცა უფრო ღრმა რა, რაღაცის მომცემი არის რა, არ არის რაღაცა ფუჭი არ არის ამ შემთხვევაში და რამდენიმე ხნის წინ ჩემს აი უფროს კოლეგასთან თამაშობდით დარტს და იმან ახსენა ესეთი რაღაცა homo ludens, ასეთი კონცეპტი რა. რაც ნიშნავს მოთამაშე ადამიანს. იოჰან ჰაუზინგა არის, მე ვნახეთ ისტორიკოსი, რომელმაც ეს კონცეპტი ჩამოაყალიბა და ის ამბობს, რომ
ადამიანი პირველ რიგში ეს ანუ აი მოთამაშე არსება არის რა და ამ თამაშისგან შეიქმნა კულტურა და არა პირიქით ანუ თამაშმა შეიქმნა კულტურა და ეს აზრი ძალიან საინტერესო იყო რა ანუ რა როგორ შეიძლება ეს რაღაცა ძალიან ძირეული აქტივობა იყოს და ისეთი აქტივობა სადაც ადამიანი თავისუფლად გრძნობს თავს რა ასევე თამაში შეიძლება და განიხილებოდეს როგორც ძალიან სუვერენული აქტივობა იმ მოცემულობაში როცა სხვა ან დღის წესრიგი სხვა ვიღაცების მიერ არის შედგენილი და ამ დღის წესრიგზე ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს შეიძლება თამაშმა შექმნას ისეთი გარემო სადაც ადამიანი ძალიან თავისუფლად გრძნობს თავს და ძლიერად შეიძლება იგრძნოს თავი რა ისეთ სამყაროში სადაც სხვანაირად შეიძლება პირიქით რა ძალიან დამცირებული ან ძალიან ისეთი იყოს უსუსურად გრძნობდეს თავს ხო ясно აზარი შენ მაგარ გუნურზე ხარ დღესე არა გარი კინოთეატრს მე მგონია თავისი რაღაც აურა აქვს და რაღაცა კავშირდება სეზონურთან ზაფხულთან აი ბუნებასთან ღია სივრცე არის რა და არ არის რაღაცა ჩაკეტილი და კლაუსტროფობიული და მე მეგონა რომ მგონია რომ რამდენიმე ფილმს რომელიც ვაჩვენეთ ძალიან მოუხდა ეს გარემო რა მაგალითად ანუ გარი კინოთეატრში ვაჩვენეთ ხმელი ფოთოლი და წვიმდა მაგრამ რაღაცა აი ამ ჟინჟღლავდა უფრო სწორად მაგრამ აი ამ წვიმამაც რაღაცა გარემო მისცა რა მე მგონია ამ გამოცდილებას წინა ბარის სივრცეში არის ჯაზღაუმს ვეძახით რა ჯაზის სივრცეში სადაც აი ძველად ცუკუმჩიც იყო ჯაზის რეგულარული კონცერტები. ყოველ ოთხშაბათს ჯაზის რაღაც კოლექტივები მოდიან და ეხლაც ეგრე არის და ამასთან დავამატეთ ხუთშაბათობით ექსპერიმენტული ელექტრონული ნოიზ მუსიკის რაღაც საღამოები. ყოფებით მომცრო დარბაზში, რომელსაც ქვია კაღაჟა და უკან უბრალოდ წინ არის ზალ, ეგრე ქვია მაგ ვენიუს, სადაც ასევე იმართება კონცერტები. და ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს, ძალიან ბევრი და ალბათ დღესდღეობით ამდენი კონცერტი ბერლინში თვის განმავლობაში მართლა არსად არ ტარდება, იმიტომ რომ რავი, წინა თვეში გქონდა, ანუ მაისში გქონდა 38 კონცერტი, 38 სხვადასხვა ივენთი კონცერტის სახით რა. ნუ აქაც და იქაც, რა თქმა უნდა, ერთ დღეში რამდენიმე კონცერტი არ ყოფილა ერთ ვენიუში. განთიადის ფესტივალის იდეა რაღაც გინდა თუ არა რაღაც ქართული ფესტივალი არ არის ეგრე გაცვლილი, არის as multikulturuli, multifунქციონალური ფესტივალი და პლატფორმა რა, სადაც შეგიძლია ადამიანს რომ უბრალოდ მოხვიდე, შეხვდე თანამოაზრეებს თუ არ თუნდაც არა თანამოაზრეებს და ნუ ერთმანეთის პატივისცემით ისიამოვნო იმ პროგრამით და იმ გარემოთი, რასაც ჩვენ ვცდილობთ რომ აქ დავახვედროთ ჩვენს სტუმრებს. რა თქმა უნდა, ახლა ძირითადი ორგანიზატორები უქართველები ვართ და ნუ უბრალოდ თან ძალიან გვიადვილდება და თან გვინდა რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება ქართული კულტურის ხმამ ამოხეთქოს, სადაც არ უნდა იყოს, ხო? მით უმეტეს ისეთ ადგილში, როგორიც ბერლინია და ნუ როგორიც რაღაც ევროპის კავშირის რაღაც გულია. ან ერთ-ერთი გული. ამასთან ერთად, ეხლა დავუშვათ აი ჩვენს პარალელურად უკრავს ცოცხალი ელექტრონული დუო, რომლებიც არიან ბელარუსი გოგოები არიან და ძალიან კარგ და საყვარელ მუსიკას აკეთებენ და დღესაც მე რომ მორჩება იქ ესე ეგრე გადმოინაცვლებს ყველა აქ, ნუ ისაც უნდა და აქ იწყება DJ სეტები. და ნუ DJ სეტებზეც რა ვიყავს ერთი უკრაინელი გოგო და ასევე ყავს ლიბიიდან.
ანუ არ ვართ რაღაც შეზღუდულები კი არა, პირიქით, ანუ მართლა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვანი და მრავალსახოვანი იყოს ჩვენი ფესტივალი, არა მარტო მუსიკალურად, არამედ ზოგადად რა.